მოგესალმებისა, მოგესალმებათ ჩემი ჯაჭვიჭიქა. ეს იცოდი? ყავა უფრო გემრიელი რო იყოს. ჯერ ხსნადი. ჯერ ცივი წყალი უნდა დააცხადა, იმაში გახსნაო. ცოტა თიმარი. მე ზვიყვარგა ჩემო ციცოცხლე და მე უნდა დააცხადო ხელი წყალიო. ცივი წყალი არ მისცემა ცეცხლსა. ჯიშველო, ბანიკო. ბანიკიანად. ყიანად ბონი. ხალხო იცით რა შემხვდა? იცით რა შემხვდა? TikTok-და შემხვდა ფრაგმენტი. არ მიყურებია ეს სერიალი. მოყვია პირველ რამდენიმე სერიას. ღირსების საქმე, გახსოვთ? ტონინო. ბონა! ბონა, იცოდა მოხდება რაში, ბონა, მას მოდაზე. დედა ბაბაი. მოდი, პატარა, მოდი, გამარჯობა დეიდებო, გამარჯობა ბიჭებო, გამარჯობა. მე ოდეკენერატი ახმერდო, ეს ოდეკენერატი რატო? გამარჯობა. გამარჯობა. просто ამაზე დგინესაღი მე აღარ ვიცი შეიძლება იყოს. ხოითა დავაპაუზოთ. ჯოდი ბანი ხო? ზარიებას მაკარონი. ოე. გამო. მაგა მაკარონი. მოდიძა. Crano, oncano, bodishi, crano tiro mogmarte, oncano. Kaya, oli armak, suguni, halola, atara, hepshuka. Ei, შავგუნე შეცხავ ჭამდი და ეხლა რა ვქნა? რავი. რატო დამევასალიცი? პრინციპში არა ეს ცუდი რამე. ტა. გუშინ სასწაულად გამიხარდა რომ აღმოაჩინე რომ პაწაწინა ვიდეოთი შეიძლება უპასუხო YouTube-ის კომენტარებს. გამოსაც ძალიან დიდი პასუხი არ ეძება. სამწუთიანია. ძალიან უმეცია. ძალიან უმაგრესი რამეა. დიდი ხანია იყო მაგარი საუბარი, მაგრამ ახლა დაუმატე, არ ვიცი ის დამატეს. მე ხა შევამჩნიე. კაი ხნის როცა იყო მაგარი საუბარი მე ვნახე და არ იყო. არ იყო დამატებული. Diolch da bisa ყველას. მე და დათვი მოგესალმებით.
ზეგემრიელია. ნარგიზა მწანეზე გელოს ნინიკო შვიდობაში ეკიდა ბევრი შეგეძინოს რა საყვარელი ხარებიტუნა დედასია როგორ ტიკტიკებს შენ გეხუტუნა დედიკოს ასლია ძალიან გავსევიტო იხარეთ და იბედნიერეთ არ ვიცი მე მგავს თუ იკას გავს თუ ორივეს გავს ანუ სახეზე ხა თქოს მე დამემსგავსა თავიდან თქოს მარტო იკას გავ და კიდე რა ვიცი მილიონჯერ შეიცვლება ჯერ პატარაა და უკვე რომ წამოიზდება ბავშვი ალბათ მე შეიძლება თქვა ვის გავს და რა ვიცი ჯამრთელი იყოს და გავდეს თავის თავს დიდი მადლობა ძიფასო ბელა ევა მთევზე რომ თქვა ეთკინაო გეფიცები ვიტირე რა კეთილია დაგლოცოს უფალმა პატარა ხო აი მაგაზე ძალიან განვიცდი მე წინაზეც არ ვიცი გახსოვთ თუ არა თესო ჭრიდი კი არა დაჭრილი იყო და გადასახსნელი იყო ადგილებში და დაეთკინებაო მითხრა და წინაზე არ ჭამა ხო და ეხა შეჭამა ანუ როგორ უნდა ავუხსნა არ ვიცი ანუ უმეტესად ვიცი ხოლმე როგორ ავუხსნა ბავშვს მაგრამ აი რომ ამბობენ ხოლმე რომ ჩვენ აღმატებულები ვართ და ამიტომ ჭამთ ღმერთმა იმიტომ შექმნა ისინი რომ ჩვენ ვჭამოთ მაგისი არ მჯერა ანუ მე უფრო იცი როგორ ვუყურებ ჩვენ ყველაზე ანუ ცხოველთა სამყაროში ჯაჭვის ყველაზე ზედარგოლი ვართ ყველაზე ძლიერი ვართ იმითი რომ ყველაზე ჭკვიანი ვართ ამიტომ ჭამთ ყველას მაგრამ ეს ბავშვი როგორ უნდა უთხრა ამიტომ რა ვიცი გაჭედილი ვარ ამაში და მასწავლება მომწერა აი დავბრუნდი აუ დღეს სპაგეტი უნდა გავაკეთო ეხლა დავინახე ანდრია იმაშვება მაკარონს ხარიშავს და მომინდა ხო და აი გაჭედილი ვარ მაგ იმაზე როგორც გითხარით ევას ახსნაზე აი როგორ ავუხსნა პატარა ბავშვს ეგ აი მომენტში რაც გსურს შენ სულს და ემოციას თუ გადადებ რადგან ჯერ სხვა რამე გაქვს გასაკეთებელი მაგალითად საჭმელი გარესხვა დალაგება და შემდეგ ყოველთვის მიგვიყვანს ეგ სტრესამდე იკას ნერვები იმიტოა საათი 100% ყველამ გადაინაწილოს საქმე და საკუთარი თავისთვის ნახავ რამდენი დრო დაგრჩება ყველგან და ყველაფერს შენ აკეთებ გადაიწვევი არა და ბევრი ხარ სახლში და რატო ეხა გეტყვი რატო ნახე ესე იგი მიჩვეულები არიან მაგას და თან აი მაგალითად გუშინ აკეთებდა რაღაცას იკა ხო ევას უნდა და კბილების გახეხვა და როცა კბილებს იხეხავს თან მიყავს ორი პატარა სათამაშო ჯერ თვითონ იხეხავს თავისი კბილის ჟაგრისი აქვს იმითი და თავისი ძველი ორი კბილის ჟაგრისი რომელიც არ გამოუხეხებია რომელიც არ გამოუყენებია რომთას ასევე სათამაშოებს უხეხავდა ხოლმე კბილებს ჯერ ერთი უყიდე თვითონ არ ქონდა რუტინაში ეს და სათამაშოებს უხეხავდა და არც ვეუბნებოდი ვარც იმიტომ რომ ხვდებოდი რომ ეს პირველი ნაბიჯი იყო ოკეი მე რადგან ეს სათამაშოებს ბისთვის იყენებ და ბავშვი ხო ვერ გამოიყენა და მე მეორეც უყიდე და მეორეც იგივე გზას გავუყენა და უკვე მესამე რომ ვუყიდე და ავუხსენი რომ კიჭუნები უნდა გაიხეხოს რაღაცა რომ არც აქვს დიდი მნიშვნელობა აქვს ახსნაში და გაგებაში და პლუს იმას რომ ცხოველებს რომ უხეხავ და ანუ ახლა ხვდებოდ შანსი უნდა გააკეთოს და ყოველ დღე მივდივართ ჯერ მკლავებს ავიკაპიცებთ აიღებს თავის ჯაგრის გარეცხავს
მე კბილის პასტას წაუსვავ, გამოიხეხავ, წყალს გამოივლებს, გარეცხავს ჯაგრის ჩადებს და მე იღებს ერთ ჯაგრის იმ დანარჩენ ჯაგრის ისინი ცალკედევს, მე იმას აიღებს, ანუ გვერდი, სხვადასხვა განყოფილებაში ხდებს გვერდი. მე იმას აიღებს და ერთ ცხოველს გამოუხეხავს, ის იგივენაირად როგორც თავისამდე ჯერ გარეცხავს, თავის კბილის პასტას ამას მემინებს, აბა ისე არიზავს მარტო წყლით, რას ამბობ. მე პის დაუბანს იმას, მე გარეცხავს ჯაგრის, დააბრუნებს, ახლა მეორეს. ხო და გუშინ აქ ვიჯექი ვიდეოს ვაკეთებდი და ვიდეოს რო ვაკეთებ ხოლმე სრულიად კონცენტრირებული ვარ ამაზე და ეს ჩემი ADHD-ის ის არის, ანუ არ მიყვარს ძალიან რომ აწყვეტინებენ და ნერვებზე ძალიან მოქმედებს. ხო და ანუ ძალიან უნდოდა და რო უნდოდა მე აღარ ითმენდა რა. ხო და რო აღარ ითმენდა მე უთხარი რომ აი არაფერს არ აკეთებს მამაშენი და მიდი და ტელეფონში იყო იქ რაღაც უყურებდა და მინდა გაგიხეხოს ხო წაიყვანა იქა. ხო და მესმის ყვირილი დაგივარდება ჯაგრისი არასოდეს ჯაგრისი არ დავარდნია აი არც ერთხელ რაც ჩვენ კბილებს ვიხეხავ და მესმის 2 წუთში ჯაგრისი დავარდნის ხმა კიგა იმ სათამაშოს ჯაგრისი დაუვარდა ხო მე დაგიშოს და ხელი ასე ნუ დგეხარ ასე ნუ აღეთებ და ანუ ღრიალი ანუ მე არა ვარ მომხრე იმისი რომ ბავშვს ვუღრიალოთ არა ვარ მომხრე იმისი რომ ანუ ჩვენ მაგალითად პირის მობანა არ უნდა ზოგჯერ გარეთ გასვლის წინ პირის დაბანა არ უნდა ოღონ არ უნდა იკასა რატო ახლა იკარას აკეთებს აიღებს დაისვენებს ხელს და დაძდებს დაიჭერს ძალით გააკავებს იმიტომ რომ ერევა და ესე უძდა ის კივი სამ დროს ანუ რატო უნდა მიეჩვეს ბავშვი რომ მომერივნენ და ასე გამაკეთებენ ეს რაღაცა თუნდაც ჩემთვის კარგი ანუ მე რაც ვაკეთებ მე სარკეში წავიყვან ჩავახედებ და თავის ავარსმა არ უყვარს გარეთ გასვლის წინ ვეუბნები დედათმა უნდა დავივარსნოთ ამანახე როგორი გაბურძგნული მე გითხრა მოყვება სარკეში ხედავ რომ გაბურძგნული ვივარცხნით პირდაც იგივე სარკეში ვახებ დედა ნახე აი აქ შოკოლადი გისვია ეს გისვია ესე ხო გარეთ ვერ წავალთ უნდა მოვიბანოთ დგას ჩუმად წყნარად მაბაინებს ოღონდ მეუბნება რომ არ დავუსველო კურტკან ზედა იმიტომ რომ ეგ არ უყვარსო დაუსვებდეს ერთი წვეთი რომ დაეცეს უნდა გამოგაცვლებინოს ხო და ანუ იკაკი მეთანხმება ამ ყველაფერში რომ უხსნი მაგრამ გაკეთება ზე თავს არ იწუხებს ქვია იმიტომ რომ იცი რა თუ მოინდომებ გააკეთებ უბრალოდ თავს არ იწუხებს თან იმიტომ არ იწუხებს რომ ხედავს რომ მე ვაკეთებ მე მითხრა რომ შენ რო მიდიხარ სადმე თქვათ მთელი დღით მე და ევა ვართ ერთად შესანიშნავად მაგრამ შენ თუ ხარ ანუ მე თუ ვარ ათვლის საჭირო თუ თავი შეიწუხოს ხო ხდებით ხო და თან ხო მაგას ეგ აქვს რომ ანუ სხვისთვის არავისთვის და შვილისთვის არ ანუ თავისას არ გადადებს თავს არ შეიწუხებს კი გააკეთებს კი უყვარს მაგრამ როგორც თვითონ ვიდეოში თქვა ჯერ თავ და თავ ანუ მე ვსვლი რომ სწორია მაგრამ მაგასაც აქ ოქროს შუალეთ მოდი ასე ვთქვათ მაგასაც აქ გადახრები უკიდურესობებისკენ ხო და ეს ისევ და ისევ ჩემი აზრით მოდის ოჯახებიდან და რეალურად ახლა მე მინდა რომ ბავშვი სწორად გავზარდო რაშიც ხედავ რომ სწორია და აი ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი დაახსნილი მიუხედავად ამისა არ არის გაგებული არც ერთხელ ეს და ან ძალიან მაღიზიანებს ის რომ მაგალითად თან ვიდეოს ვიღებ თან გაჩვენებთ რა ვიყიდეთ და აი ბავშვებს ფეხსაც მე უნდა გავხადო მაშინ როცა ამდენი ადამიანის ახლა ევაც მიეჩვია ახლა და ამბობს არა მე მინდა როდეთ რომ გავხადოს იმიტომ რომ მიეჩვია ხდები და ანუ არ მინდა ეს ახლა და თუ რამეს მაგალითად აკეთებენ აი იგივე საჭმელს რამდენი კოვზი მარილი ჩავყარო რა ფერის კოვზით მოურიო რამდენი ზეთი დავაცხარა მე იმდენად აი გამომსხმელია ეგ რომ მე ვფიქრობ რომ მოდი მე თვითონ გავაკეთებ
ესე იგი ავსებენ იმას ჯარის იმას და დის სახელი გვარი პირადი ნომერი უნდა ევასი. რა თუნდაც ევას სახელი გვარი პირადი. ნუ ვითომ იდეაში დიდი და რო ყავდეს და იმასთან ვარ გაიქცეს ბავშვი? არ ვიცი. 2 თოკო ევას პირადი ნომერი გაქვს ჩაწერილი და გამომიგზავნა. ეს რატო არ შეავს ახლა მე რომ ავსებინეს მასწავლებელი? არ შეავსო. რა სად? აი მეკითხება მე. დამიკოპირე და გამომიგზავნე. ახლა მე ევას პირად ნომერს ვერ მოვძებნი. და მერე მე ძალიან უბრალოდ მე ყველაფერზე ვეჯიჯღინები, ვეყეფები და ანუ მე თვითონ არ მომწონს ჩემი თავი ეგეთი. ანუ მე მაქვს მიზეზი, მან იცის რა არის მიზეზი, არ ითვალისწინებს, არ ასრულებს და იმას იღებს, რომ ანუ როგორც გინდა ველაპარაკო, რაც გინდა ვიჯიჯღინო, ვიჩხუბო, სულ ერთია. მაგრამ მე ჩემი ეგეთი თავი მიშლის ნერვებს, ხვდებით? არა და ანუ ფეხი მაქვს ხომ შემოწებული. მშვენივრად დავატარებ პოჩავო ვიოლამ ვიდეოში, სადაც თქვენ ხედავდით წინა მხარეს, როგორც ჩეტიაში ისე იყო, ისე მიხარია, ისიც რა მიხარია. ესე იგი, რაც ვლოგების გადაღება დავიწყე, ჩემ ცხოვრებას ვაზიარებ და მე და თქვენ ჩემ ცხოვრებას ერთად ვცხოვრობთ. ანუ, თქვენ ხართ მომსწრე იმისა, როგორ დაიბადა ევა, როგორ იზრდება, რა ვიცი, ყველა მომენტი ისა იქიდან, რაც მე ვიდეოებს ვიღებ. ჩემი წონაში გახდომ ის რა ვიცი თუ კი რაიმე შევიძინე ყველაზე პატარადან დაწყებული როგორც არის რაღაც ნივთები ყველაზე დიდი დამთავრებული როგორც არის ჩემი მეგობრები და ჩემი საყვარელი ადამიანები ჩემი პრობლემები თუნდაც ოჯახის წევრებთან ის პრობლემები რაც ძალიან ბევრს ააკაცებ თუ ისეთი ფორმით მაგრამ მალავენ იმიტომ რომ ვითომ და საჯაროდ არ გამოვიტან და მე კიდე პირიქით ამაზე ვსაუბრობ იმიტომ რომ ადამიანებმა იცოდნენ რომ ეს ხდება იცოდნენ რომ ეს ნორმა იმიტომ კი არა ვიღაცა გავლანცხო არამედ იმიტომ რომ ეს ხდება ასეთი თუ არ ხდება როგორც ჩემთან ხდება სხვანაირი მე ვიცი ადამიანები რომლებიც მარტო კარგს ამბობენ და არაფრის დიდებით არ იტყვიან ანუ არა ბლოგერები არამედ ის შედაც ადამიანები ანუ მარტო კარგს ამბობენ და ვერ და არ იტყვიან იმას რაც ტრიალებს შიგნით მე კი ვთვლი რომ ეს გაზიარება ძალიან ძვირფასია და ძალიან მნიშვნელოვანია. და თუნდაც ხა ეს მანქანა რო ვიყიდე ჩემთან ერთად რამდენ ადამიანს უხარია და იხა რომ ვიხსენებ ტარებას თქვენს ჩემთან ერთად ხარ სულ და აი რაღაცა ეს ერთი ისტორია რომელსაც მე და თქვენ ერთად ვქნით და მე გულში ვფიქრობდი მაგაზე ეს ვლოგები რო დავდე და აი ძალიან დავდგები აი მასწავლებელს წერა მუნი და ფიქრობდა სკოლაში გუშინად ვისაუბრე მაგრამ გუშინად მქონდა ინფორმაცია დაზუსტებული ანუ მასწავლებლისგან ამბობდნენ თავიდან ერთი შემთხვევაო მერე ორიო მერე შვიდიო ორი შემთხვევა არის დადასტურებული როგორც ვიცი შაბათ-კვირასაც, ანუ მე რაღაც ძო არ დადიოდნენ, მე დავსპირტეთო კლასებიო, გავანიავედო, შაბათ-კვირასაც გავანიავედო, მაგრამ მთელი სკოლის დეზინფექცია ხდება 12 რიცხვში და მე გავუშვებ 13-ში, იმიტომ რომ
ძალიან მეშინ ძალიან დიდ პატივს მასწავლებლებს ხალხო, იმიტომ რომ მაგათ ზურგზე გადადის ყველაფერი, აქეთ ამხრიდან და იქით ამხრიდან, წარმოიდგინეთ თვითონ თავის ადამიანებრივ კლასებს საკუთარი ხელებით აწესრიგებენ, ხო? ხო და რა ვიცი, ძალიან დასაფასებელია და ძალიან ძვირფასია. და ძალიან დიდი მადლობა. მადლობას კიდე რა ვიცი, მგონია რომ არავინ არ ამბობს არც ერთი მხრიდან საერთოდ და ასე მგონია რომ კაი მასწავლებელი, აი მარტო რა ვიცი, აი კანდა მიწერა რომ 100% თუ არ უნდა გააზიარო და იცი როგორი რაღაცა, აი ვერანაირად ვერ გააზიარებ 100%-ით იმას რაც ხდება. ერთი არის ფიზიკური რაც ხდება და მაგასაც ვერ გააზიარებ 100%, იმიტომ რომ იმ 24 საათში რაც შენ ცხოვრებაში ხდება, შენ რამდენ საათს იღებ, ყველაზე ბევრსაც რო იღებდე აქედან. მე ალბათ სულ ლაივში უნდა იყო და ყველა ოთახი და სულ ეს რეალიტი შოუები რო ეგრე უნდა იცხოვრო, რომ ფიზიკური გააზიარო სრულად. და ეგეც შეიძლება ვერ დაჟე, იმიტომ რომ ისინი ხო რაღაც ოთახში არიან და შენ ხო გარეთაც გადიხარ და დადიხარ, შეუძლებელია ფიზიკურის. ანუ სულიერი განცდების კიდე და შენში მენტალურად რაც ხდება, მაგის გაზიარებაც ანუ სრულიად შეუძლებელია 100%-ით, იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრ ამას უმკლავდები, ძალიან ბევრ ამას ხარშავ. შეიძლება რაღაცა თემა, რომელზეც ისაუბრე 3 თვის მერე, ეს უკვე დამუშავებულია შენში, მაგრამ ეხლა ამ მომენტში როცა ეს ხდება, შენ ამაზე საუბარი არ შეგეძლოს, იმიტომ რომ ეს ძალიან მტკივნეული. ანუ 100% კი არა, 80%-ითაც ვერ აზიარებ რეალურად იმას, რაც ხდება. ხო, პლუს კიდე გასთვალისწინებელი არიან ადამიანები, რომელსაც მაგალითად არ უნდათ რომ რაღაცა თქვა, რაღაცა ქნა, რაღაცა გამოაჩინო და ასე შემდეგ. ეგეც კიდე ემატება, როცა მარტო არ ხარ და ცხადია რომ 100% არ არსებობს მან. მაგრამ ნახეთ რა არსებობს, შერისი გაზიარებაც შეგიძლია, აი რაც დარჩა. იმის 100% აზიარებ თუ არა. მე ვთვლი რომ ჩემი ვალი და დანიშნულება ეგ არის, რომ ჩემი 100% რისი გაზიარებაც შემიძლია. ამას უკვე მე შენ ვერ მეტყვი და ვერავინ ვერ მეტყვის ამ ქვეყანაში ჩემთვის ეს რა არის. ანუ ვიღაცისთვის უსხვა რაღაცა, ის 100% ვიღაცისთვის უსხვა რაღაცა. ხო, ეს უკვე ადამიანზე დამოკიდებული და ინდივიდუალურია. ანუ ის უკვე თვითონ ადამიანის ყვეთს გააზიაროს თუ არა. ანუ ადამიანებს უყვარს დამალული, შეფარული, დავარცხნილი, რატო? იმიტომ რომ ტაში დაუკრან. რატო? იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ განსჯის შიში. მე ეგ ბავშვობაში გავიარე. ანუ მე ისეთი სკოლები მაქვს გავლილი, რომ სხვა ადამიანების აზრის შიშის გამო რაღაცის არ ვარ გავაკეთო, ეგ არ არსებობს. იმიტომ რომ ანუ ბავშვობაში პატარა რა ვიყავი. ამ ჩემთვის მთელი სამყარო იყო ის, სადაც ვიზრდებოდი. ლია, ბებიაჩემი, ბაბაჩემი. და ანუ იქ მე ცხოვრობდი მათი აზრებით. ანუ მე თუ იქ ჩემი თავი ვიყავი შესრიალებული გველის წიწილი, რომელიც არ უყვარდათ და რომელსაც არ იღებდნენ. და მე თუ ის ვიყავი, ვისაც ჩემგან ელოდნენ, მაშინ ვიყავი საყვარელი, შვილი, დიშვილი, კარგი გოგო. და ამისთვის საჭირო იყო გარკვეული რაღაცების შესრულება, მაგრამ მაგ რაღაცების შესრულებაც იყო ჩემი სურვილები საერთოდ არ შედიოდა. და ასე გაზდის შემდეგ მთელი 10 წელი მომინდა, რომ ამბობ ჩემი თავი ნაწილ-ნაწილ შევაგროვო, ეს ტყუილი კი არ არის. 10 წელი მოვანტომე იმას, რომ გამეგო მე რა მინდა, ჩემი აზრი რა არის, მე სად ვარ, მე როგორი ვარ და მე ვინ ვარ. და ეს იცი როგორ რაღაცა? რომ იმე რო თქვა, ადამიანების უმეტესობა 27 წლის ასაკში კვდება, უბრალოდ 72 ასაკში მარხავენ, ხო? ეგეთი რაღაცა არის. ანუ მე თუ სხვების აზრით ვიცხოვრებ, მე მკვდარი იქნები. და რა აზრი აქვს მე? საერთოდ რამეს. მე შევჭამ ჯანსაღს თუ არა, ვავარჯიშებ ჩემს სხეულს თუ არა, ვიქნები გამხდარი თუ არა, ანუ მე სმით მოვიკლავ თავს მოწევით, ჭამით, თუ ჯანმრთელი ვიქნები, ანუ საერთოდ რა აზრი აქვს აი ამ ხორცის
გარსის არსებობას, თუ ჩემი არსი, ის რისთვისაც მე ამ ქვეყნად მოვიდი, ჩემი უნიკალურობა გაქრება. და მე ეს ვიცი. მეც ყველა ადამიანს უნდა რომ მოსაწონი იყო, ტაში დაგიკრან, მიგიღონ. ყველა ადამიანის სურვილია ეს, იმიტომ რომ ეს ევოლუციურად არის ჩვენ შედახები, მე თუ ამბობ რომ ჩემთვის ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ან იმას გულისხმობს, რასაც მე რომ მე გავაცნობიერე ვიცი და ამიტომ ან ყველს ამბობს. თუ არ გააცნობიერა და იცის, მაშინ ანუ ასე თუ არ უყურებს, მაშინ დაამბობს, რასაც არაფერს არ ვიცნობ ამ დროს. მაშინ იტყუება, ან შეიძლება თავის თავსაც ატყუებს, არ ვიცი. ხო? შესაბამისად ევოლუციად ადამიანო გადარჩენილიყო, ადრე მარტო ვერ გადარჩებოდა. როცა ჩვენ ტვინიმდან არ იყო განვითარებული როგორც დღეს ასეთი ტექნიკა და ასეთი ყველაფერი არ ქონდა, ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთმანეთის ფიზიკური ძალაც. და თუ შენ გაგრიყავდნენ, მაშინ შენ იღუპებოდი. ხვდები? თუ არ იყავი ძალიან ძლიერი თუ იყავი, მაშინ იმათი ლიდერი ხდებოდი. და თუ ძალიან ძლიერი არ იყავი, მაშინ გაგრიყავდნენ და კვდებოდი. ხვდები? და აქედან გამომდინარე ადამიანებს აქვს ძალიან დიდი შიში იმისა, რომ გაჩვენონ საკუთარი არეული. გაჩვენონ საკუთარი ჭყალებში ნაგავი, გულისხმობ არა ესეთ ნაგავს ფიზიკურ, არამედ შინაგანს. საკუთარი უარყოფითი მხარეები. მე არ ვმალავ ამას. არც გარეგნულს. მაშინ ასოც ეწონა მქონდა. გეფიცებით. ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ჩემთვის იყო ის, რომ ჩემ თავს ვიდეოში ვხედავ, ცუდად ვხდებოდი. ჩემი თავი შიგნით მიჯანყდებოდა, მეჩხუბებოდა. იმიტომ რომ ვიზუალურად არ მოსუნა. მე ვიმდა ნინი მე ეს არ ვარ. ეს მე არ ვარ. ანუ სინქრონიზაცია მე და შენ არ გვაქვს. მე ასეთი არ ვარ. რატო აკეთებ ამას? დამიბრუნე ჩემი თავი. და შიგნიდან ეს კიოდა. შიგნიდან ეს მკლავდა. და ეს ერთხელაც ისე გაიგსო ეს საწყაული, რომ მე ვთქვი რომ მორჩა ვიწყებ. თუმცა ძალიან მეშინოდა დაწყებისას, იმიტომ რომ ყვებით ჯაშრობის გამო მეშინოდა ძალიან რომ ისე ვიქართავს სულიყავი, სადაც ადრე ვიყავ. იმიტომ რომ ვინც არის ის იქიდან გამოსვლა რა არის, ვერ გაიგებს მე რა გამოვიარე იქიდან გამოსვლის დროსაც. ხო და შესაბამისად მე გაჩვენებთ იმას რაც არის ჩემთანაც. პირველ რიგში ისედაც ვამბობ ხოლმე რომ ადამიანს თუ თავის თავი არ უყვარს, სხვა არ უყვარს. ადამიანი თუ თავის სივრცეს პატივს არსებობს, სხვის სივრცეს პატივს ის არსებობს. ადამიანს თუ საკუთარი თავის მიღება და მიმღებლობა არ აქვს, ხრის მიმღებლობა არ აქვს. ნახე, მე შეიძლება არ მომწონდეს ვიღაცა რას აკეთებს. შეიძლება არ მომწონდეს. მაგრამ ანუ მე როცა მიმღებლობა მაქვს, მე ამას ვატარებ, ხვდები? გადავახო იმ მომენტს. მაგრამ მე ამას არ ვამბობ. მე ამას იმ ადამიანს არ ვეუბნები. მე ამის გამო იმ ადამიანს არც უხერხულში ვაყერებ, არც გუსტკენ, არც მსუბუქად არანაირად არ ვამბობ. იმიტომ რომ მე მივიღე, რომ იმ ადამიანს შეუძლია და ნება აქვს და უფლება ის აკეთოს, რაც მე არ მომწონს და მე კიდე შემიძლია რომ იმას ან არ ვუყურო, ან გამოვტოვო ის მომენტი, რაც მე არ მომწონს. მაგრამ თუ მე არ მკითხა პირადად, შენ მოგწონს ეს თუ არა, მე არ ვთვლი საჭირო დროს შევატყობინო ადამიანს, ხვდები? ანუ მაგრამ ამას ჭირდება გარკვეულ ადგილას ყოფნა. ანუ და გაცნობიერება, იმიტომ რომ ჩვენს ვსწავლობთ და თუ ვსწავლობთ, სულ ზემოთ მივდივართ. და თუ სულ ეს ადგილას დგევართ და ვამბობთ, რომ აი ვიღაცამ დამიწერა რომ მასწავლიდნენ, თუ შენ იმაზე დგეხარ, რაც გასწავლიდნენ. აი მის მერე შენით არაფერი აღარ მიგიმატებია, ხო? ნუ აი მაშინ რაში გამომადგება მე შენ რჩევა. მე რომელიც სულ ვსწავლობ ჩემ თავზე. ანუ ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თქვა რომ მე სხვაგან ვარ და სხვაგან არის. ნუ ეს რეალობა. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანებმა იძლებული გამხატეს, ხვდებით? ანუ ვიღაცა რომ მეუბნება რომ ჭამას თავისი კულტურა, აი აქ ჩანს რომ იმან არ იცის რომ აი ამის თქმა არის კულტურობა, უფრო დიდი ვიდრე ის როგორ ჭამე ჩემს სახლში, ჩემს არხზე.
ხვდები? ადამიანები ავლენენ თავის თავს. რაც უფრო შეუგნებელი, გაუნათლებელი, განათლება რაც ნიშნავს, რომ გონება გაგინათდა, ხო? დაც შემდეგ არის ადამიანი და რაც უფრო იმაზე ცხოვრობს, რომ ვიღაცამ რა უთხრაოდეს ხაც, ხო? ის მით უფრო მეტად ავლენს იმას, ვინ არის თავის ქცევაში და საუბარში. ის შეიძლება მალავდეს, მაგრამ იქ ჩანს. ყველაფერში ჩანს. ხო ხდებით რას ვამბობ? ვინ ხვდებით, მიხვდებით. ეკას პატივცემ, როგორც ჩემს დიდი ხნის მაყურებელს, არანაირად არ მინდა შენი გულის ტკენა, მაგრამ არ შემეძლო რომ ამაზე კომენტარშიც კი პასუხე და აქაც არ მეპასუხა. იცი რატო? იმიტომ რომ ბევრს აქთიც დახვეული ეს თემა და კბილის გასაკრავად საუბრობენ ხოლმე ჩემზე სხვები. რომ ვაიმე ესე პირადსო აზიარებს, ვაიმე მე ასე და ისეთ კი ბატონო, შენ ასე. მაგრამ მე რა შუაში ვარ შენ რო ასე მანდ. მე არაფერ შუაში არ ვარ მანდ. ხო და მე რატო ვაზიარებ იმას ვამბობ. ჯერ 100%-ს ვთქვი რომ ვერავინ გააზიარებს და მეორეც რისი გაზიარება შემიძლია იმის 100%-ს ვცდილობ. სულ მგონია რომ არ გამომდის და სულ ვცდილობ. იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ძვირფასი. თუ მე ამას არ გავაკეთებ, მაშინ მე აზრს ვერ ვხედავ რომ გამოვიდე და ვიტყლარჭო. რისთვის? ანუ ეს არის ყოველდღიური ცხოვრება. თუ მე თქვენ სრულ სურათს მაქსიმალურად იმის გათვალისწინებთ, რაც არ გაჩვენ, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამას? ვთამაშობთ? ჩემთვის არ აქვს აზრი. თუ იმასთვის აქვს აზრი, მე მას არ გამსჭი. ოკეი? იმიტომ როგორც თქვი, ყველასთან ის ადამიანები არიან, ვინც როგორია, ხო? ოკეი, ეს ნორმალურია. რა ვიცი. და იგივე იკაზე მაგალითად, ხო, ვამბობ. იმას რა მინუსი აქვს. იმასაც ვამბობ ხოლმე მე რა მინუსი მაქვს. იმასაც ვამბობ სხვებს, ანუ ვამბობ ამას. ეს არის ბავშვებზე არ ვსაუბრობ, და ბავშვები პატარები არიან. იმიტომ რომ ბავშვები მეტად მოწყვლადები არიან და არ მინდა რომ ეს ბინძური ენები ატარტარონ ვიღაცებმა ბავშვებზე. და როგორც კი ბავშვებზე იწერება რაღაცა, ის ადამიანი იბლოკება მაშინ. მე არავის ჭკუის სწავლება არ მჭირდება, ჩემი შვილი როგორ გავსართო. ყველამ საკუთარ შვილს და საკუთარ ერთ ადგილს მიხედოს. ხო. მანდ ვარ ძალიან კაცრი და მაგას მე როცა ჩემი შვილები სულწონები გახდებიან, მათ ამბებსაც ესე გავაზიარებ რა იქნება ხარ მათ და მის ცოლის და იმათ ურთიერთობაზე მე არ ვისაუბრო. ეგ მათი საქმე, თუ მათ ედონბათ რომ ისაუბრონ, ეგ სხვა არის. მე არა. ანუ მე საუბრობ ჩემსაზე. და რა დონეზეც მე ხება ადამიანის ცხოვრებაში იმ დონეზე. და რა დონეზეც ვიცი რომ ადამიანს ამის ატანა და გაძლება შეუძლია. ნახეთ, იკას ვარ შეძლოს ამის გაძლება და ატანა, რომ მე გავაზიარო ჩვენი ცხოვრება და ვაჩვენო, როგორც ჩემი ისევე მისი ყველანაირი მხარე, მაშინ მე მასთან არ ვიქნებოდი. იმიტომ რომ მე ასეთი ვარ და თუ მე ასეც არ მიღებ, ჩემთან არ უნდა იყო არც მეგობარი, არც პარტნიორი და არც არავინ. ხდები? მე ძალიან პატივს ვცემ, იმიტომ რომ ნახეთ, კომენტარებში წერდნენ, იკა ჩაუცხი ბენზინი. ანუ იკა არ არის ესეთი ტიპი, ფული, ეგეთი ტიპი არ არის. ვაფშე არ არის. რასაც აკეთებს, მაგასაც ჩემი და ევას გამოაკეთებს. ვიცი. რასაც აკეთებს, მაგის გაკეთებაც მისთვის რთულია. და რასაც აკეთებს, მე მინდა რომ ეგ წინ დახვდეს ბავშვს. და აი მაგალითად ის რომ ბენზინი ჩამწას არ შეუძლია. იყო ჩხორწყუში ერთხელ, იყო ჩხორწყუში ორჯერ. ანუ არ შეუძლია, არ აქვს. არ შეუძლია. ანუ ხო ყველაფერს ხო ვერ მოყვები კიდე არა? აი, ნახეთ, ყველაფერს ვერ მოყვები, რაც მე არ მეხება. თქვენ ხო გონიათ რომ ყველაფერს ყვები, მაგრამ მე ძალიან ბევრ ამას არ უყვები, რაც მე არ მეხება. ჩემი და მის ურთიერთობაზე უყვები. მაგრამ იმის იქით რამდენი რამე კიდე, რასაც მე არ ვამბობ. ზუსტად პირადი საზღვრების დაცვის გამო. და როცა მე ტალახს მასხავენ და ამბობენ რომ იმე პირადი და ასე და ასე, ხო? ანუ აი ამას ის შეუგნებელი ხალხი არ ამბობს, იმიტომ რომ არ უნდათ.
იმიტომ რომ არ აწყობთ. არ უნდა ამის დანახვა. და ეკა შენ კი არის ფიქრო რომ მე მთელ ამასაც ლაპარაკობ შენ გეძღვნებ. არანაირად. ეს ეძღვნება იმ ყველა სიბინძურას, ვიდრე ეს აქტივზე დახვეული. და იმიტომ ვთქვი, რომ შენ რო გაფასებ შენგან მომხვდა გულზე, რაც უფრო ახლობელი ადამიანი, მით უფრო მომხვდება ხოლმე გულზე. და არ შემიძლია არ მეპასუხა. ანუ შენ ჩემგან ცუდად არ მიიღო. თუ რამე გეწყინა, მაპატიე. არ მინდოდა რომ წყვენა და უბრალოდ მინდოდა რომ მეპასუხა და ძალიან მომეწონა შენი ის შემდეგი კომენტარი რომ მითხარი რომ მე არც გასწავლი აქ შენ გადასაწყვეტი. ძალიან მომეწონა. გაფასებდი ყოველთვის და გაფასებ ისე. უბრალოდ ამაზე რო არ მეპასუხა არ შემეძლო. ხო. და აი კიდე მაგალითად არ შეუძლია ის რომ ჩასხას ვთქვათ ბენზინ მანქანაში. მაგრამ ის შეუძლია რომ წაიყვანოს ის მანქანა და გარეცხო 7 საათი რეცხოს მინდოს ხეხოს არ დაეზარება. აი ხაც რო გადმოვდივართ მანქანიდან, აი თუნდაც ის რომ მოკეცა სარკე, ხო? აი საფასზე დამომივიდა მე სარკე. ანუ რაც შეუძლია იმას აკეთებს და მე ამას ვაფასებ. ხები? მაგრამ იმასაც ვხედავ, რაც შესაძლებელია, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ მე რო იკა გავიცანი და ეხლა რო იკა. ეს ორი სხვა ადამიანია. და მე ვხედავ, მე ამას ვაფასებ, იმიტომ რომ არის ადამიანი, ვინც ისეთ პროგრესი არ აქვს, ვინც არ იზრდება, ვინც არ ისვლება, ვინც არ სწავლობს ურთიერთობაში, იმიტომ რომ ურთიერთობაში საჭიროა სწავლა. ანუ მარტო ის რომ ადამიანი კარგია ცხოვრებაში, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახშიც კარგია. არანაირად არ ნიშნავს და აქ ძალიან ბევრი სწავლა და კიდე აქ ძალიან ბევრი რაღაცა. რასაც მე ვაფასებ. თუმცა აქ ძალიან ბევრი რაღაცა, რაც მე გულში ხინჯად მაქვს. ასევე იქნება მასთანაც. ასევე არის მასთანაც. იმიტომ ჩვენ გვილაპარაკია ბევრჯერ ამაზე და მე ამის დამალვას არ ვაპირებ. ჩვენ ვიცხოვრებთ 100 წელი ერთად თუ დავშორდებით, ხო? ანუ როგორც არ უნდა იყოს, მე არაფრის დამალვას არ ვაპირებ. იგივე ჩემთან ლიას ურთიერთობაზე, ხო? ანუ მე არ მინდა აი ეს ჩანდეს გარეთ და შეგინდა ლანძღვა გინება იყოს. მე ამას თუ ვიღაცა იმას ვერ აიტანს რომ ეს სხვებმა დაინახონ და ხელები აფათურონ. მე იმას ვერ ავიტან რომ ეს ვაჩვენო და უკან სხვა რამე მედგეს. ადამიანზეა. უბრალოდ არავის არ მივცემ უფლებას რომ მე დამამციროს და ტალახი მომასხას. და როცა მომასხავს ტალახს, ყოველთვის სარკეს დავდებ წინ, რომ გამოჩნდეს ვის უჭირავს ხელში ტალახი. შო? ეკა შენ არ გულისხმობ კიდევ ერთხელ. ნინო იანდექს ნავიგატორი გადმოწერა წაგიყვანს რაც გაგიხარება. ოქსები ვიცი ძვირფას. უბრალოდ არ მახსოვს რაღაცა დეტალები, ხო ხვდები? და ეს დეტალებში ადამიანი ჭირდება გვერდზე. აუ ამას არ გავსათავებინა გვექნება გასაყიდი მიდიწადი ხალხი ოფში იხჩობა შენს უკან რა ტიპია. აი რომ გავდიოდით მაგალითად ძალიან გავღიზიანდი რომ იმას რომ არ გაიგო. აი მინა არ გაიგო რას ვეუბნებოდი ხო და ჯიბრში ჩამიდგა რომ აი მაშინ არ გეტყვით რაღაც ანუ აი ნახე როგორ რაღაცა იყო რუსთავიდან რომ ჩამოვედით კოტი მეჯდა გვერდზე და ყველაფერს მეუბნებოდი. იმიტომ რომ არაფერი არ მახსოვდა. წარმოიდგინეთ თქვენ ხარ რამდენი წელი მანქანაზე არ მისწავლა და არაფერი არ მახსოვდა და აი ყველაფერს მეუბნებოდა წინასწარ სანამ აი იქ რომ მივდიოდით, სანამ იქ მივიდოდით, ხო იცის გზა რა, იქამდე მეუბნება რა უნდა ვქნა და ამ დროს თავს ძალიან თავდაჯერებულობ და ძალიან კარგად ვხსნობ რა და ძალიან კარგად მოვედი სახლამდე და აი ძალიან გახარებული ვიყავი რომ ამდენი ხანი არ მისწავლა და ესე კარგად მოვედი სახლამდე და მეორე დღეს რომ დავჭიქი და იკა გამყვა ანუ იკა იცის მანქანის ტარება ეხლა ნუ ტაქსზე ზის და ცხადია რომ მანქანის ტარება კარგად იცის და უყოვარს კიდევაც მანქანა მაგრამ ანუ ისეთ შეგრძნება მქონდა რომ მარტო ვიყავი ხვდებით ვუთხარი ეგ ვუთხარი იცის ანუ ისეთ შეგრძნება მქონდა რომ მარტო ვიყავი ანუ აი მარტო მჯდარიყავი რა და ნახეთ მე რომ ავუხსენი მეორე და მესამე წელს მეორეზე ცოტა სცადა მესამეზე უფრო ანუ ცდილობს ახლა ხვდებით რომ ამიხსნას რომ მასწავლე ახლა ცდილობს და პირველ ჯერზე მითხრა იცით რა მითხრა ისაო შენ უნდა იგრძნო შენ თვითონო ამას აზროვნება ჭირდება მე რა უნდა გითხრაო
და მე ვთხარი, აბა მეთქი, ანუ თან ახეთ ჩემ აზროვნებასაც შეეყო რა და იმას რომ მაგას ვეგრძნობ და ხო და მე მეგონაო საო კარგად ისე თუ მე არ მიეტარებაო ეგეც მითხრა და ძალიან გაუბრალდი ძალიან მეწყინა და იქ ვაგზალზე რომ მივდიოდი გამწარებული მიხდარად მითხრა და თავდახრილი მომდეოდა ვაიმე ანდროი Ik bine, ba, ma ce ne la mazia. That tree out go away cat. Xoda ისა. That tree moida. მე ვუთხარი, ესე იგი მათემატიკოსები მეთქი, ყველა ძალიან ჭკვიანია მეთქი და მასწავლებელთან რომ მიდიან, მასწავლებელმა უთხრა, რომ ეს ზრუნებაზე არ შემიძლია უნდა იგრძნო, დაუდო ნამოცანა და არასწავლმეთი წესები და გზები როგორ ამოხსნა მეთქი, ეგ არის თქო? შენ ხარ ცუდი მასწავლებელი თქო. Ага, და ისა, ეხა ცდილობს. ანუ ჩვენ ადამიანები სწავლობთ ასე, სხვანაირად არ სწავლობთ. და ვაიმე რომ აი ჩემი ესეთია და იდეალურად რაღაცა. მე არ შემხვედრია იდეალური ადამიანი. მე არ ვარ იდეალური ადამიანი. მე არ შემხვედრი არც სხვა იდეალური ადამიანი. ხო, მეტნაკლებობა არის, რა თქმა უნდა. მაგრამ იდეალური არ შემხვედრია მე და რატო უნდა დავმალო ეს? აი არ ვიცი. და რატო უნდა გავუჩიო სხვას კომპლექსი, რომ აი მე რო ვიყავ პატარა, მეც მეგონა, რომ აი მე ვარ ესე და სხვებს თუნდაც აი იმაზე მქონდა წონაზე და იმაზე, რომ ეს მოდელები ეს რა იდეალური ტანები აქვს, აი გამხდარი ვიყავ 45 კილო ვიყავ და მაინც არ მქონდა ისეთი უცელულიტო და ეგეთი სხეული და მე იგივე მოდელები და იგივე მსახიობები რომ ნახე პაპარაცების გადაღებული ფოტოები, ჩემზე მეტი ცელულიტი ჰქონდა. ანუ აი მაგას და მე რო დაიწყეს რომ გამოჩენა ანუ რო წამოვიდა ეს ტენდენცია გამოჩენა რომ ცელულიტის მაგნა, ოჭის მაგნა, ბუნებრივი ასეთი ვარ. ანუ მე ამოვიცუნთქე და მე მაშინ გადავწყვიტე, როცა მე ჩემ თავზე ეს გამოვცადე რომ მე სიმართლეს ვაჩვენე. თორე ეგ რო არ გადავწყვიტე, მე დღეს ბლოგერი არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ თვლიდი რომ იდეალური გარემო რომ მექნება, მე უნდა გავხდე და იდეალური გარემო ეხლაც არ მაქვს და იცით რა არასოდეს არ მექნება. რაც ეხლა მაგალითად უფრო კაი მდგომარეობაში ვარ ვიდრე ადრე ვიყავი, მაგრამ არ ვთვლი რომ იდეალურში ვარ და ამაზე კარგშიც რომ ვიყო მომავალში, მაინც არ ჩავდი, ხვდებით? ანუ არასოდეს არ ვიქნები იდეალურ მდგომარეობაში. როგორც იდეალური დრო და იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ასევე არ არსებობს იდეალური მდგომარეობა. ასე რომ სულ სხვა თემაზე მინდა ლაპარაკი და სულ სხვაგან წავედი აბსოლუტურად. ხო, კაი ფასად არისო 12 ლარიანი, ხო, ეგ უნდა გავაკეთო დაზღვევა. 8 ლარიანიც არის, 12 ლარიანი, 8 ლარიანი გონი 5000 ლარამდე ანაზღაურებს და 12 არ ვიცი რამდენამდე ანაზღაურებს. თვეში ეგ აუცილებლად უნდა გავაკეთო. კი, მაგას ვაპირებ, დაზღვევა გავაკეთო. მოკლედ, ასეთი იყო ეს დილის ვლოგი, იმიტომ დავასრულე რომ მგონია რომ მოკლეა, მაგრამ ვასრულებ იმიტომ რომ მინდა სხვა თემაზე ვისაუბროთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა და ძალიან კაი კითხვას მინდა უპასუხო. და ეგ ვიდეო იქნება უკვე ესე ჩაცმულთახურული, კოხტად დავჯდები და ისე თუ სახში ცივილკივილი არ იყო.